მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვაგრძელებთ საუბარს event-driven და მიკროსერვისულ არქიტექტურაზე და განვიხილავთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიდგომას, SAGA pattern-ს. პირველ რიგში მარტივად ავხსნით, რა პრობლემას ვაწყდებით მიკროსერვისებში და რატომ გვჭირდება საერთოდ SAGA. შემდეგ ავხსნით, რა არის SAGA pattern-ი და როგორ მუშაობს ის რეალურად. და ბოლოს ვნახავთ ორ განსხვავებულ გზას, როგორ შეიძლება მისი გამოყენება მიკროსერვისებსა და event-driven არქიტექტურაში. ასე რომ დავალაიქოთ ვიდეო და დავიწყოთ. როგორც გახსოვთ, მიკროსერვისების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ ერთ მიკროსერვისს თავისი მონაცემთა ბაზა აქვს. ამ განცალკევებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გუნდები და სერვისები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყოს. ამ პრინციპის მიხედვით მონაცემთა ბაზა არის უბრალოდ იმ მიკროსერვისის ნაწილი და სხვა მიკროსერვისებისთვის საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეულმა გუნდმა გამოიყენოს თავისთვის შესაფერის ტექნოლოგია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეძლოს ცვლილებების შეტანა ისე, რომ არ მოუწიოს სხვა გუნდებთან კოორდინაცია. მაგრამ როგორც ვიცით, არქიტექტურაში ყველაფერი არის კომპრომისი და ამ დაყოფამ მოგვიტანა ახალი პრობლემა. როცა გქონდა მონოლითური აპლიკაცია და მთელი მონაცემები ერთ ბაზაში ინახებოდა, შეგვეძლო რამდენიმე მონაცემის ერთდროულად შეცვლა ერთი ტრანზაქციის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ ტრანზაქცია გარედან ჩანს როგორც ერთი ოპერაცია, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შეიძლება რამდენიმე ოპერაციას მოიცავდეს სხვადასხვა ჩანაწერზე ან სხვადასხვა ცხრილზე. ეს არის ის, რასაც ACID ტრანზაქციის გარანტიას ვეძახით. Atomicity, consistency, isolation და durability. მარტივად რომ ავხსნათ თითოეული მათგანი, Atomicity ნიშნავს ან ყველაფერი შესრულდება, ან არაფერი. მაგალითად, თუ ტრანზაქციის ერთი ნაწილი ჩავარდა, მთლიანად უკან დაბრუნდება, დაროლბექდება. Consistency ანუ თანმიმდევრულობა. ეს ნიშნავს, რომ სისტემა ყოველთვის რჩება სწორ მდგომარეობაში. მონაცემები არ უნდა გაფუჭდეს ტრანზაქციის შემდეგ. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ანგარიშზე გაქვთ 100 ლარი და გინდათ გადარიცხვა 50 ლარის. ტრანზაქციის შემდეგ უნდა მივიღოთ შენს ანგარიშზე დარჩეს 50 ლარი, მიმღების ანგარიშზე დაემატოს 50 ლარი. ეს არის სწორი, consistent მდგომარეობა. თუ მოხდა შეცდომა და შენი ანგარიშიდან ჩამოიჭრა 50 ლარი და მიმღებს არ ჩაერიცხა, სისტემა უკვე არასწორ მდგომარეობაშია. Isolation, იზოლაცია ნიშნავს ერთდროული ტრანზაქციები ერთმანეთს არ უნდა უშლიდეს ხელს. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ერთ ანგარიშზე არის 100 ლარი, ორი ადამიანი ერთდროულად ცდილობს თანხის გადარიცხვას. ტრანზაქცია ერთი არის 80 ლარიანი, მეორე 50 ლარიანი. თუ იზოლირებული არ არის ეს ტრანზაქციები, კლიენტების ბალანსი შეიძლება არასწორად შეიცვალოს. და durability, მდგრადობა, ნიშნავს, რომ შესრულებული ტრანზაქცია აღარ იკარგება. სისტემა რომც გაითიშოს, ინფრასტრუქტურულად ისე უნდა იყოს მოწყობილი მონაცემთა ბაზები, რომ სისტემა რომ ჩაირთვება, ტრანზაქცია ისე უნდა დაგხვდეს. მაგრამ როცა გადავდივართ მიკროსერვისებზე, უკვე აღარ გვაქვს ერთი საერთო ბაზა, სადაც ამ ყველაფერს გავაკეთებდით. უფრო მეტიც, ამ workflow-ში თითოეული ოპერაცია სრულდება სხვადასხვა მიკროსერვისში და თითოეული მათგანი მხოლოდ თავის ნაწილს ხედავს. აქ შემოდის SAGA pattern-ი. ეს pattern-ი გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ distributed ტრანზაქცია, რომელიც რამდენიმე მიკროსერვისსა და მონაცემთა ბაზაზე ვრცელდება. ამ pattern-ში ტრანზაქციის თითოეული ნაწილი სრულდება როგორც ცალკე ლოკალური ტრანზაქცია. შესაბამის სერვისში თითოეული წარმატებული ოპერაცია იწყებს შემდეგ ოპერაციას ჯაჭვში და თუ რომელიმე ოპერაცია ჩავარდა, SAGA pattern-ი უკან აბრუნებს წინა ოპერაციებს, მაკომპენსირებელი ოპერაციების გამოყენებით, რომლებიც საპირისპირო მოქმედებას აკეთებენ. ზოგადად ამ მიდგომის დანერგვის ორი გზა არსებობს. პირველი არის stateful workflow management სერვისის გამოყენება, რომელიც მთლიან ტრანზაქციას აორკესტრირებს. ამ სერვისის ერთადერთი მიზანია სწორად მართოს ოპერაციების რიგი და თუ რაიმე არასწორად წავიდა, უკუსლით გაუშვას მაკომპენსირებელი ოპერაციები. უკეთ რომ გავიგოთ, ავიღოთ მაგალითად Booking.com-ის სერვისები, რომელიც მომხმარებელს თავაზობს პაკეტებს. პაკეტში შედის სასტუმრო და მანქანის ქირაობა. ეს არის იდეალური მაგალითი ტრანზაქციებისთვის, რადგან ან ყველაფერი უნდა დაიჯავშნოს და გადაიხადოს წარმატებით, ან თუ რომელიმე ნაწილი ჩავარდა, მთელი ტრანზაქცია უნდა გაუქმდეს. მოდით ვნახოთ, როგორ იმუშავებს ეს workflow management სერვისით. ჩვენ გვექნება შემდეგი მიკროსერვისები: payment სერვისი, hotel booking სერვისი, car rental სერვისი და order სერვისი. პირველი ნაბიჯია workflow-ს განსაზღვრა საორკესტრაციო სერვისში. ამ workflow-ში ოპერაციებს
ოპერაციებს ხშირად activity-საც ეძახიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა ვარიანტი იყოს, მაგრამ ვთქვათ, ჯერ ხსნით თანხას მომხმარებლისგან სრული პაკეტისთვის და შემდეგ ვჯავშნით სასტუმროს. შემდეგ ვაკეთებთ მანქანის დაჯავშნას და ბოლოს ვინახავთ ორდერის ყველა დეტალს. როცა წარმატებული სცენარის ნაბიჯებს განსაზღვრავთ, ასევე უნდა განსაზღვროთ მაკომპენსირებელი ოპერაციები. თითოეული ნაბიჯისთვის, მაგალითად, გადახდის შემთხვევაში ეს იქნება თანხის დაბრუნება, სასტუმროს შემთხვევაში ჯავშნის გაუქმება, მანქანის შემთხვევაში ასევე გაუქმება და მიუხედავად იმისა, რომ ორდერი ბოლოს ინახება, მაინც უნდა გქონდეს მისი მაკომპენსირებელი ოპერაცია, მაგალითად, სტატუსის შეცვლა გაუქმებულზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ ეს workflow ოპერაციები დავაკავშიროთ შესაბამის მიკროსერვისებს და მესამე ნაბიჯია მაკომპენსირებელი ოპერაციების იმპლემენტაცია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს შესაბამის API-ებს. ახლა როგორ მუშაობს ეს რეალურად? როცა მომხმარებელი აკეთებს bookings, request-ი მიდის ჩვენს web აპლიკაციაში. იქიდან API gateway-ს გავლით მაორკესტრირებელ სერვისში და ეს სერვისი იწყებს workflow setupობრივად. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მომხმარებელს ეჭრება თანხა, იჯავშნება სასტუმრო და მანქანა, ინახება ორდერი და ბოლოს უბრუნდება კონფირმაცია. მაგრამ თუ რაღაც გაფუჭდა, ტრანზაქცია მთლიანად უნდა გაუქმდეს. მაგალითად, მანქანები აღარ არის ხელმისაწვდომი. ამ დროს უკვე შესრულებულია გადახდა და სასტუმროს ჯავშანი. ორკესტრატორი იწყებს უკუსვლას, აუქმებს სასტუმროს და აბრუნებს თანხას და ბოლოს აბრუნებს შეცდომას მომხმარებელთან. ჯერჯერობით მგონი ყველაფერი გასაგებია და სანამ გავაგრძელებთ, თუ აქამდე მისმინე და მოგწონს ჩემი ვიდეოები, მინდა გითხრა, რომ 64% ისე უყურებს ვიდეოებს, რომ არ აქვს არხი გამოწერილი. თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, გთხოვ დააჭირე subscribe ღილაკს და დაალაიქე ვიდეო. ამით დიდ მოტივაციას მომცემ და დამიფასებ იმ შრომას, რომელიც ამ ვიდეოების შექმნაში არის ჩადებული. მეორე გზა არის სრულად event-driven მიდგომა და მას ქორეოგრაფია ჰქვია. აქ ორკესტრატორის სერვისი საერთოდ არ გვაქვს და პასუხისმგებლობა ნაწილდება მიკროსერვისებზე. კომუნიკაცია ხდება ასინქრონულად ივენთების საშუალებით, message broker-ის გამოყენებით. ამ შემთხვევაში თითო სერვისმა უნდა იცოდეს თავისი როლი, სად გააგზავნოს ივენთი წარმატებაზე და სად შეცდომაზე. მაგალითად, მომხმარებლის მოთხოვნა პირდაპირ payment სერვისში მიდის. ის პასუხობს მომხმარებელს და შემდეგ იწყებს პროცესს, იღებს თანხას და აგზავნის ივენთს. ჰოთელ სერვისში იღებს ამ ივენთს და აკეთებს ჯავშანს და აგზავნის შემდეგ ივენთს, რომელსაც car rental სერვისი იღებს. თუ ყველაფერი წარმატებულია, ბოლოს order სერვისი იღებს ივენთს და ინახავს მონაცემებს. რადგან ყველაფერი ასინქრონულია, მომხმარებლისთვის პასუხიც ასინქრონულად უნდა წავიდეს. ამისთვის ვიყენებთ notification service, რომელიც აგზავნის email-ს ან push notifications. ახლა ვნახოთ რა ხდება შეცდომის შემთხვევაში. თქვათ payment-ი და სასტუმროს ჯავშანი წარმატებით შესრულდა, მაგრამ car rental-ი ჩავარდა. ამ შემთხვევაში car service-ი აგზავნის failure events. სასტუმროს სერვისი იღებს ამ ივენთს და აუქმებს ჯავშანს. შემდეგ აგზავნის ივენთს payment სერვისში, payment-ი აბრუნებს თანხას და აგზავნის საბოლოო ივენთს notification service-ისთვის. notification service-ი აცნობებს მომხმარებელს, რომ ტრანზაქცია ვერ შესრულდა. რომ შევაჯამოთ დღევანდელი ვიდეო, როდესაც მონოლითური არქიტექტურიდან გადავდივართ მიკროსერვისებზე, ვეღარ ვიყენებთ ერთიან ACID ტრანზაქციებს სხვადასხვა სერვისებს შორის. ამის ნაცვლად გვჭირდება SAGA პატერნი, რომ შევინარჩუნოთ მონაცემების სისწორე და თანმიმდევრულობა. SAGA გვაძლევს საშუალებას დავყოთ ტრანზაქცია რამდენიმე ნაბიჯად. თითოეული ნაბიჯი შესრულდეს დამოუკიდებლად და თუ რომელიმე ეტაპზე მოხდა შეცდომა, შევასრულოთ მაკომპენსირებელი ოპერაციები და დავაბრუნოთ სისტემა სწორ მდგომარეობაში. SAGA-ს რეალიზაცია შეიძლება ორი გზით: ორკესტრაციით და ქორეოგრაფიით. ორკესტრაცია არის, როცა ერთი ცენტრალური კომპონენტი მართავს პროცესს, ქორეოგრაფია, როცა სერვისები ერთმანეთთან ივენთებით ურთიერთობენ და თავად წყვეტენ რა გააკეთონ. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დამიტოვეთ კომენტარი. ეს მართლა მეხმარება. მადლობა.